ილიაუნი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს პროექტს ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი. პროექტი მიზნად ისახავს შრომის ბაზრისა და საჭიროებებისა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას ევროკავშირის სექტორის რეფორმის შესრულების ხელშეწყობის შესაბამისად. საუბარს გავაგრძელებს სტუმრებთან ერთად ილიაუნის ვიცე-რექტორი, მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით პროექტის მენეჯერი ნანა დიხამინჯია და ICT-ის კლასტერის დირექტორი მარიამ სუმბაძე არიან ჩვენი სტუმრები. მადლობა მობრძანებისთვის და სტუმრობისთვის. Გავატონ ნანა, რას გულისხმობს ეს პროექტი, რომელსაც საკმაოდ მაღალი სოლიდური ღირებულება აქვს 820,000 евро, ხო? ესე იგი, ეს პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში უნარები დასაქმებისთვის, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების აღჭურვას მომავლისთვის, საჭირო მომავალი პროფესიებისთვის საჭირო უნარებით. და ჩვენ ავირჩიეთ ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებები, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეს გვაკლია საქართველოში და ესე იგი ამ 3 წლის განმავლობაში 100 სკოლას და პროფესიულ სასწავლებელს დავეხმარებით იმაში, რომ მათ შექმნან საინჟინრო კლუბები, სხვადასხვა პროგრამირების მიმართულებით, ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. ის ახალგაზრდებისთვის არის. ეს გულისხმობს 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს და ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, საქართველოს ICT კლასტერი და ასევე ინოვაციური განათლების ფონდი. კი ბატონო. მარიამ, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს? ხო, ზუსტად ახლა რატო არის მისი საჭიროება და რა შედეგებს ელოდებით ამ წელს? აი, პარტნიორობა, რომელიც თქვენ გაქვთ ამ პროექტთან დაკავშირებით მნიშვნელობაზე წუვითხეთ. მადლობა შეკითხვისთვის და ასევე მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ ესეთი საინტერესო პროექტი წამოიწყო და შექმნა ეს კონსორციუმი. როგორც თანამგითხათ, რამდენიმე პარტნიორისგან შედგება და მათ შორის ვართ ჩვენც. კლასტერი ზოგადად დაახლოებით 2 წლის წინ შეიქმნა და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კვლევა და უნარ-ჩვევების განვითარება და რა თქმა უნდა ახალგაზრდები არიან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აუდიტორია ამ მიმართულებით. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა იქნება ამ პროექტს, როგორც თანამახსენა 100 სკოლა იქნება ჩართული და დაახლოებით 1500-დან 2000 ადამიანამდე ამ პირველ 3 წელში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ალბათ ისიც, რომ თითოეული კურიკულუმი, თითოეული თქვათ ინფორმაცია და შექმნილი მასალა იქნება ღია წყარო ნებისმიერი სხვა სკოლისთვის და სხვა ადამიანისთვის, ვისაც ასევე აქვს სურვილი, რომ თავისი კლუბი შექმნას და განავითაროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი შედეგები და გავლენა ექნება სამომავლოდ და რა თქმა უნდა, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. და შესაბამისად ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ განათლების მიმართულებით, არამედ ეკონომიკური ზრდის მიმართულებითაც ექნება საკმაოდ დიდი გავლენა. ხოლო რაც შეეხება კლასტერის მხარეს, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, როგორც ახსენე, არის უნარ-ჩვევების განვითარება და კურიკულუმებში მონაწილეობა, თუმცა გარდა ამისა, ჩვენ გეგმავთ, რომ შევქმნათ ძალიან დიდი და საინტერესო პლატფორმა, სადაც ეს ახალგაზრდები, მასწავლებლები, ტრენერები გაერთიანდებიან და რაღაცა ძალიან დიდ და საინტერესო community შექმნიან და ასევე კლასტერის კომპანიები გეგმავენ სხვა IT კომპანიებთან ერთად რა თქმა უნდა, რომ შესთავაზონ ჩვენს ახალგაზრდებს სტაჟიორობის და დასაქმების შესაძლებლობები და სწორედ აქ იკვეთება და აქ პასუხობს ამ პროგრამას მთავარი ანუ ყველა ვინც ჩაერთვება ახალგაზრდა მას აქვს პერსპექტივაში უკვე დასაქმების შესაძლებლობა. გალბატონო ნანა, ეს 100 სკოლა და სასწავლებელი როგორ შეირჩა და ვინ იქნებიან ტრენერები, ვთქვათ, თბილისიდან მოხდება მათი გაგზავნა, ადგილზე გადამზადდებიან? ეს ჯერჯერობით 100 სკოლა შერჩეული არ არის. სკოლების შერჩევა მოხდება ეტაპობრივად, ანუ პირველ წელს უნდა დაინერგოს კლუბები მინიმუმ 25 სკოლაში, შემდეგ კიდევ 35 და 40 სკოლაში, იმიტომ რომ შემდეგ გავითვალისწინოთ მიღებული გამოცდილება და გავაუმჯობესოთ ეს პროცესები. სკოლების შერჩევაზე ბევრი მწერს მაგრამ ყველა საინტერესებს, ანუ სკოლების შერჩევამდე ვიტყვი აქაც, რომ გამოცხადდება დაახლოებით 2-3 კვირაში გამოცხადება ყველა პარტნიორის გვერდზე. რა თქმა უნდა და საჯაროდაც ამაზე ვილაპარაკეთ. სკოლა შეერჩევა ის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლია ამ პროცესის
სწორად წარმართვა. რაც შეეხება ტრენერებს, ტრენერები გადამზადდებიან. ჩვენი მიზანი არ არის რომ აქედან ჩავიდეს ტრენერი, ჩვენი მიზანია რომ ადგილობრივად განვითარდეს ეს კლუბები და მას შემდეგაც რაც პროექტი დასრულდება, ამ კლუბებმა გააგრძელონ სიცოცხლე, სხვადასხვა ან დაფინანსებით, ან მოხალისეობრივ საწყისებზე. ამიტომ მთავარი მიზანი ამ პროექტის, გარდა იმისა, რომ ასე ვასწავლით, არის ასევე დაკავშირება სკოლების დაკავშირება კომპანიებთან და ადგილობრივ მენტორებთან. შეიძლება ეს იყოს მასწავლებელი, რომელსაც აქვს უნარი რომ ტრენინგის დატრენინგების შემდეგ რომ ასწავლოს ეს ტექნოლოგიები ან დაპროგრამება, მაგრამ შეიძლება ეს იყოს მასწავლებელი, რომელიც უბრალოდ იქ წარმართავს კლუბის ორგანიზებას, გაუწევს ამ კლუბს და მენტორი ჩაერთვება ონლაინ, ეს შეიძლება იყოს დიასპორა, რომელიც მსხვერპლია, შეიძლება იყოს თბილისელი. მოლოდინი როგორია, ანუ როგორ ასეულდებით ახალგაზრდების ჩართულობა, აქტიურობა მათი როგორი იქნება? ინტერესი ამ თემების მიმართ რამდენად მაღალია? კი ბატონო, ფიქრობ, რომ ნათელია რომ ზოგადად ICT ინდუსტრიის მიმართ და ჩვენი კლუბები არა მხოლოდ ICT, არამედ tech entrepreneurship-ის, tech მეწარმეობის მიმართულებითაც ექნებათ თქვა შესაძლებლობა რომ განვითარდნენ და ხედავთ რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება ინტერესი ამ სფეროს მიმართ და გამომდინარე ამ ყოველფრიდან გამომდინარე ვფიქრობთ რომ საკმაოდ დიდი ინტერესი იქნება ახალგაზრდებში და მე და ნანას გვაქვს გამოცდილება ერთობლივი პროექტების კეთების, სადაც ვაწყობთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ბანაკებს და ხედავდით რამდენად დიდი იყო ახალგაზრდების მხრიდან мотиваცია, ინტერესი და სურვილი იმისთვის რომ ისწავლონ, განვითარდნენ და ჩაერთონ ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა ICT სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ კარიერული დაგეგმარების გამხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და თან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაახლოებით მე-10 კლასიდან უკვე ახალგაზრდები ჩაერთვებიან და მიიღებენ რეალურ რაღაც hands-on გამოცდილებას. და მე-10 კლასში ალბათ ახალგაზრდამ უკვე იცის რა უნდა, რა ინტერესები აქვს, ხო და ალბათ შეიძლება არ იცის ჯერ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ამის ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება ილიას უნივერსიტეტში, ეხლა პანდემიის დროს ძალიან ბევრი სხვა კურსი ჩავატარეთ ახალგაზრდებისთვის, ამჟამად მიმდინარეობს საინჟინრო სკოლა გოგოებისთვის და მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, ანუ ვერ-ვერევით იმხელა მოთხოვნა არის მოსწავლეების მხრიდან და მე გვეუბნებიან რომ აი არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ეხლა ვირჩევ კომპიუტერულ ინჟინერიას. გავდანან, აი თითო სკოლაში ერთი ჯგუფი შეიქმნება და ვთქვათ, როდის არის გაგათილების შემდეგ ხდება კლუბში ვთქვათ გამოცდილების მიღება, თუ ეს პრინციპი როგორია და კვირაში ვთქვათ დატვირთვა როგორი იქნება? სკოლა თავისუფალია ამ მხრივ არჩევანში, ანუ როგორც მას აწყობს, ეს შეიძლება იყოს გაკვეთილების მერე, ეს შეიძლება იყოს საშაბათო წრეები, მინიმუმ ერთი კლუბი უნდა შეიქმნას და შემდეგ უკვე დამოკიდებულია თუ სკოლას რისი შესაძლებლობა აქვს, ჩვენ დავეხმარებით რომ რაც შეიძლება მეტი ჯგუფი შეიქმნას, ეს მასალები დიდი პლატფორმა იქნება, რომელზეც სკოლას შესაძლებლობა ექნება რომ თვითონაც დაუკავშირდეს მენტორებს, თვითონ დაუკავშირდეს კომპანიებს და გარდა ამისა მნიშვნელოვანია რომ წელიწადში ორჯერ ჩვენ ჩავატარებთ კონკურსებს, სადაც ეს მოსწავლეები გამოიკვლევენ ადგილობრივ პრობლემებს და აი ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვეტენ ამ პრობლემებს. ძალიან კარგი და ვიცით ერთწლიანია კურსი ვთქვათ რა მხელაა კურსი? ზოგადად მასალები ეს კურიკულუმები იქნება ერთ წელზე გათვლილი, მაგრამ კლუბს შეუძლია რომ ცვალოს ან პარალელურად რამდენიმე კურიკულუმი გამოიყენოს, ან ყოველ წელს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის სხვადასხვა კურიკულუმები გამოიყენოს. მშვენიერი, გისურვებთ წარმატებებს, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყებთ და დარწმუნებული ვარ ახალგაზრდების მხრიდან საკმაოდ მაღალი იქნება ინტერესი და გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა.